ანატორია პროფესიით იურისტი, პიანისტი და ამჟამად სწავლობ ვოკალურ ფაკულტეტზე კონსერვატორიაში. თავიდან რო იწყებდი ცხოვრებას, რა პროფესიას აირჩევდი? რაზეც სწავლობ ახლა, ვოკალს ამიჩევდი, თავიდან რო ვიწყებდი ცხოვრებას ეგრევე. არ დავამთავრებდი დანარჩენ ამას, იმიტომ რომ ეს მინდა ძალიან. ესეც ახლა. რა მოგწონს შენს პროფესიაში ყველაზე მეტად, ან რა განიჭებს ბედნიერებას? თვითონ სიმღერა მანჭებს ძალიან დიდ ბედნიერებას, რომ ღერი რაღაც მგონია, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება და შენთვის თუ სხვებისთვისაც? როგორც ჩემს ასე სხვებისთვისაც. ამას სიმღერას რომ მოусმე ხო მოგწონს და გიხარიან, ამიტომ ოთხივე სიამოვნება არის. გარდა სიმღერის არის იკეთება გიყვარს, ან განიჭებს ბედნიერებას? სეირნობა მიყვარს ძალიან. სეირნობა? სეირნობა კი, არ აქვს მნიშვნელობა ამინც. ქარში წვიმაში შემიძლია გავიდა ვისეირნო და მიყვარს როცა ძალიან ბევრი ხალხი არის, ან დილით ან საღამოს. გარია. განსაკუთრებით ახლა გაზაფხულზე სეირნობა ძალიან მაგარია. ცდილობ რომ ფეხით ვია რომ თუ სან მე არ მეჩქარება და რაღაც. ეს იმიტომ რომ ჯამთელ ცხოვრებას მისდევ თუ ისე უბრალოდ? ეს ვიცი რომ კარგია, ხო, მაგრამ უბრალოდ სიამოვნებს. და მაგიტომ ძალიან იმიტომ არა რომ თქვა ეს ჯამთულობის კარგი. თვითონ სეირნობის პროცესი არის ძალიან სასიამოვნო. როგორ იწყებ დილას? დილას ვიწყებ ძალიან ჩვეულებრივად, დგები, ჭამ, მემზადები და მივდივარ უნივერსიტეტში. ჩვეული დილა. არაფერი განსაკუთრებული. სულ სუთხაზეაზე ვარ დილით, ძირითადად. და მერე ცოტა 2 საათში მოვდივარ აზზე. საუზმობ ხოლმე? კი, აუცილებლად, იმიტომ რომ როგორც მომღერალს გჭირდება ეს ენერგია რომ მიიღო თავიდანვე. კარგად ვიკვებებიან, მაგის ხმა მინდა. დასვენება როგორ გიყვარს? დასვენება მეგობრებთან ერთად, თაც მიყვარს და ზღვაც ძალიან. ორივეგან თუ წავედი, ყველაზე კარგი ვარიანტია. ჩემთან და მე ზღვა, ზაგარი ძალიან მიყვარს. დასვენება საფუძს რა ჯობია. თუ ყოფილ ესეთი ადამიანი, ან წიგნის გმირი, ან ფილმის გმირი, ან ისტორიული პერსონაჟი, ან უბრალოდ ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში ცხოვრობდა, ან ეხლა ცხოვრობს და შეხვდა ცხოვრების განმავლობაში და რაიმე მუხტი მოგცა, შენი ინსპირაციის წყარო იყო, თუნდაც პროფესიის არჩევისას, ან ზოგადად რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას, არ ყავს ესეთი ადამიანი? ესეთი ადამიანი მგონი არ მყავს. რაღაცა იმაგრითად რაღაცამდე იდეამდე რაღაცის შექმნამდე ჩემი თვითონ ხოლმე და ესე უცებ გარდატეხა არ ხდება რაღაც ბევრი ნაბიჯი და ლოგიკურად მისდევს ჯაჭვი იკვრება ამისთვის და ასე რომ ესეთი ადამიანი მგონი არ მყავს. იმიტომ რომ თუ მყავს მაშინ ძალიან რამოდენიმე ან ბევრი არის. ანუ ესე კონკრეტულად ვერ დავასახელებ იმას. შენ თბილისში ცხოვრობ. გააქვს საყვარელი ადგილი თბილისში? კი, თბილისში ცხოვრობ. ჩემი საყვარელი ადგილი არის ვერა, პერონსკაია, სკუჩასაა ჩემი საქალები ცხოვრობენ, იმიტომ რომ იქ გატარებული, რა ვიცი, საუკეთესო წლები. და ძირითადად იქ ვარ სულ. თუ გახსენდება რაიმე მოგონება ან ამბავი, სულ ერთია ბავშვობის დროინდელი ან ახალგაზრდობისდელი ან სტუდენტობის დროინდელი, რომელიც ყველა გახსენებაზე ღიმილს გვრის. ძალიან ხშირად მომწვია ქუჩაში შემოვიდე, უცებ რაღაც გამხსენებია სიცილი. ერთი ამბავი. ამაზე სულ მეცინება რა თქმა უნდა. მახსოვს მეცხრე კლასში ვიყავით, გადავიხოტრე, ესე უცებ მომინდა ძალიან გზად გასვადარები და მომბესდა ერთ დღესაც და გადავიხოტრე და ვიყენებდი ჟენეთ ვიყენებდი იოჟიკებს. და მოვიდე მუსიკის გაკვეთილიდან. ალბათ არა ზაფხული არის ხო ეს უკან ჩანთა მიყიდია მახსოვს და ჩამოდივარ იმაზე ხილიანზე და ვიღაც კაცი ამოდის კუთხიდან და მიყურებს ძალიან გაოცებული თვალებით. და გულში ვიწევ მეთქი რა უნდა არ უნდა ხავს გოგო მოკლეთ და რაღაცა გავბრაზდი რა ესეთი რა შემხდა ემოცია და უცებ ეს კაცი გაჩერდა და მეც გავჩერდი. და ეს კაცი თვითონ უფრო გაუფართოვდა. მე კი რა ხდება, ანუ შოქში ვარ უკვე და ცოტა ხანში
რაც რიგზენი, ანუ თვაზე შემეხო რაღაც თავზე და ეს ხელი ამკარი და ორი ჩიტი აფრინდა. ანუ თავზე გეჭდა ორი. ანუ მოვდიოდი და ორი ჩიტი მეჭდა თავზე და ეს კაცი იმიტომ ესე გაგიჟებული, გავაგდებული, მე ცოტა 5 წუთი მოყურებით ესე მე და ეს კაცი ერთმანეთს ისე და მე დავიშალეთ, ის მახსენდება. ხო, გახსოვს რომელი ჩიტი იყო? ბეღურები იყვნენ ორი. ბეღურები. მერცენ ბეღურა ესე შვენივრად მოკავაც და ჩემ თმაზე. მართლა კარგი ისტორია. ძალიან. ხომ არ გახსენდება, ან გაქვს რაიმე საყვარელი სუნი ან გემო, რომელიც სასიამოვნო მოგონებებთან ან ამბავთან ასოცირდება შენთვის? საყვარელი სუნი ბავშვობაში ბებიაჩემ ცხოვრობდი და იქ სულ წვავდნენ ფოთოლს. შემოდგომისას ფოთოლს წვავდნენ და ის სუნი მიყვარს ძალიან. თვითონ მიწის სუნი ძალიან მიყვარს, ანუ რომ გაწვინება მე და გემო მიყვარს ისი. ლავიზის კემის გემო მიყვარს ძალიან ბავშვობას. ლავიზი? ხო, ლავიზის კემის გემო ძალიან მაგარია. ლოვეკებებს რო ეტახა. ლოვეკებს, ეხაც ხშირად ყიდულობ ხოლმე გემი. ხსენებ. რაიმე სიმღერა ან მელოდია, რომელიც ბოლოს აგიკვეთა და ხშირად усმენ. ეხლა მღერით რაღაცას გუნდში, ბოჰემაში და ეს მელოდია მიტრანებს სუნგუნებაში. ხარ წაიყიღინე. აი მე არა, იყოს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.